სულ რაღაც წუთების წინ დაიწყო სოლიდარობის აქცია. აქ მოსულები არიან ჟურნალისტები, ჩვენი კოლეგები და ასევე სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ასევე ჩვენს კოლეგას მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებენ და ისინი ითხოვენ ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის უფლებამოსილების შეჩერებას. მე ახლა კადრშიც განახებთ თუ რა ვითარებაა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, სადაც არიან როგორც გითხარით მედიის წარმომადგენლები და ასევე სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები. თქვენ ხედავთ რომ მედიის წარმომადგენლებს ხელში უჭირავთ მზია ამაღლობელის ფოტო და ისინი ითხოვენ მზიას გათავისუფლებას. თავისუფლება მზიას სწორედ ეს არის დღევანდელი დღის მთავარი გზავნილი და ასევე ხედავთ წიგნებს რომელიც მზიამ მაშინ გამოიტანა წიგნი როგორ დავამარცხოთ დიქტატორი, ეს არის მარია რესას წიგნი და სწორედ ეს წიგნი ეჭირა მზია ამაღლობელს მაშინ როდესაც მას 14 თებერვალს როდესაც 14-ში მას შეუფარდეს წინასწარი პატიმრობა და თქვენ ხედავთ დიდ ბანერს რომელიც გამოტანილი აქვთ მედიის წარმომადგენლებს თავისუფლება ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელს მზია ამაღლობელს და სწორედ აი ამ სახით ისინი სოლიდარობას უცხადებენ მზია ამაღლობელს ჩვენს კოლეგას რომელსაც სასამართლომ რომლის დროსაც სასამართლომ დამტკიცა შუამდგომლობა პროკურატურის და ის წინასწარ ორთვიან პატიმრობაში დატოვა და ჩვენ ახლა შეგვიძლია რომ მოვისმინოთ აქ მოსული ხალხის კომენტარები, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ მზია ამაღლობელს და რომლებიც მოითხოვენ ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის გათავისუფლებას. თავისუფლებას თვითკონტროლი და საერთოდ კონტროლი დაკარგული აქვს. არაფერი ესმით და აღარაფერი ეყურებათ სამწუხაროდ, მაგრამ ჩვენ ზუსტად ვიცით რომ ვითხოვთ მზია ამაღლობელის დავაყოვნებლივ გათავისუფლებას პატიმრობიდან და ყველაფერს გავაკეთებთ იქამდე ვიდრე ის არ იქნება თავისუფალი. მზიას დაპატიმრება ნიშნავს რომ თითოეული ჩვენგანი და მედია არის პატიმრობაში. მზიას შემდეგ არავინ ვიცით რომელი ვიქნებით მსხვერპლი. თუ ამას არ შევაჩერებთ და მზიას ივანიშვილის რუსული ტყვეობიდან დიქტატორის ტყვეობიდან არ გამოვიხსნით სხვაგვარად ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება ჩვენი სრულფასოვანი მუშაობა გავაგრძელოთ. ის ადამიანები რომლებიც ივანიშვილს ემსახურებიან ისინი სამშობლოს არ ემსახურებიან. ყოველდღიურად თქვენი დამცირებაა როდესაც უკანონო ბრძანებებს გაძლევენ და მოლოდინია რომ ამ უკანონო ბრძანებებს შეასრულებთ. შეხედეთ ერთ ხარეს ქვეყანის ხარეს ვინ დგას ლაღი თავისუფალი დამოუკიდებელი ადამიანები. ქალბატონი მზია მისი კოლეგები რომლებიც მთელი ცხოვრება გამოირჩევიან თავიანთი პროფესიონალიზმით და მეორე მხარეს ნახეთ როგორ იქცევიან ბათუმში რა მოხდა საზღვარგარეთ აბუდაბიში რა მოხდა ხალხო სამარცხვინოები არიან ამათ როგორ ემსახურებით დადექით ისტორიის სწორ მხარეს თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს. იქ ქართული ოცნების ხელისუფლება დაადგა ალიევის, ლუკაშენკოს და პუტინის რეჟიმის გზას, როცა ჟურნალისტი დაჭერილია სისხლის სამართლის წესით. რაც შეეხება დღეს რატომ ვართ აქ, ხო? ირაკლი დგებუაძემ პოლიციის უფროსმა დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელზე რამდენჯერმე სცადა ფიზიკურად ძალადობა, ის შეაკავეს და ერთ-ერთ ასეთ მომენტში მან შეაფურთხა მზიას, დაკავებულ ქალს შეაფურთხა და შემდგომ შეაგინა. ამიტომ მოვუწოდებთ კაცი-კაცის უწყებას გამოიძიოს ეს ფაქტი და ასევე ამ გამოძიების დასრულებამდე ამ ადამიანს შეუწყდეს უფლებამოსილება პოლიციის უფროსის თანამდებობაზე, რაც უკავია და დაისაჯოს შადენილი არასათანადო მოპყრობისთვის. მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია და ამასთან დაკავშირებით ჩვენ უკვე არაერთხელ გავავრცელებთ ჩვენი შეფასება. არ შეიძლება ადამიანი იმყოფებოდეს თავისუფლება აღკვეთილი ისე, რომ არ იყოს დასაბუთებული, რატომ იყო ამ ზომის გამოყენება მიზანშეწონილი და სწორი. რაც შეეხება არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით ჩვენ მათ შორის მივმართეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის ეს ფაქტები ისედაც ცნობილი იყო 12 იანვრის თარიღით და ამის შემდგომ ასევე 15 იანვარს მზიამ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია გამომძიებელს და ჩვენ ველოდებოდით რომ ამ დრომდე მოხდებოდა ამ საქმეზე გამოძიების დაწყება, თუმცა არ უცნობებიათ არაფერი რომ გამოძიება დაწყებულია. ამიტომ დღეს კიდევ ერთხელ წერილობით შევახსენეთ რომ აუცილებელია ამ საქმეზე მოხდეს გამოძიების დაწყება სწორი კვალიფიკაციით.
ახლა ჟურნალისტები და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც მოვიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ ამაღლობელს, ისინი ინაცვლებენ პროკურატურისკენ, სწორედ იქ გაგრძელდება უკვე საპროტესტო აქცია და გეტყვით იმას, რომ აქ დაახლოებით რამდენიმე წუთის წინ დაიწყო აქცია, აქ მობილიზებულები არიან სამართალდამცველები, როგორც ხედავთ, ასევე ხედავთ მედიის წარმომადგენლებს, სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ისინი უკვე რამდენიმე წუთში გადაინაცვლებენ საქართველოს პროკურატურისკენ, სადაც უკვე გაგრძელდება ეს საპროტესტო აქცია, გეტყვით იმას, რომ 14 იანვარს გახდა ცნობილი, რომ მზია ამაღლობელი წინასწარ პატიმრობაში დატოვეს, ის დააკავეს თავდაპირველად 11 იანვარს, პირველად ადმინისტრაციული წესით, შემდგომ კი რამდენიმე წუთში ხელწერილიც დააწერინეს, გამოუშვეს და შემდგომ უკვე მეორედ დააკავეს უკვე სისხლის სამართლის ბრალდებით. მას ედავებიან პოლიციელზე თავდასხმას, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. თქვენ ახლა ხედავთ კადრში ჟურნალისტებს, რომლებიც მოემართებიან საქართველოს პროკურატურისკენ თავისუფლება მზია ამაღლობელს. სწორედ ეს არის დღევანდელი დღის მთავარი გზავნილი და თქვენ ახლა კადრებსაც გიტოვებთ, თუ როგორ მოემართებიან მზია ამაღლობელის ფოტოებითა და წიგნით ჟურნალისტები დიდი ბანერით და თავის მოთხოვნებს აჟღერებენ სწორედ და ისინი ამბობენ, რომ ირაკლი დგებუაძე, რომელიც გახლავთ ბათუმის პოლიციის უფროსი, ის უნდა გათავისუფლდეს, თავისი მან აღარ უნდა შეასრულოს თავისი უფლებამოსილება და ასევე უნდა გათავისუფლდეს ჩვენი კოლეგა მზია ამაღლობელი.